მოგესალმებით, მეგობრებო, ხორნაბუჯის ციხიდან. ეს არის ხორნაბუჯის ციხე და მე არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან გაბრაზებული ვარ ეხლა და ვცდილობ რომ თავი შევიკავო. ეს არის ხორნაბუჯის ციხე, მეგობრებო. და აი ნახეთ რა გააკეთეს აქ, მეგობრებო. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ რა გინდა გაკეთებულია, კარგი გაკეთებულია რა. ვაჭრობა გაკეთებულია აქ რა? სავაჭრო ცენტრი არის აქ გაკეთებული. ეხლა სანამ დავიწყებ მე მინდა აი ეს ხორნაბუჯის ციხე, მეგობრებო. აი დედას ვიცავარ, ეხლა თავს ვიკავებ როგორც იცით. ჩვენ ვიყავით დაახლოებით 5 წლის წინ აქ. 5-4 წლის წინ აქ რა, სანამ ეს მოჯმული გზა გაკეთდებოდა უკაცრავად ამ სიტყვაზე. ეხლა ჩემს მეუღლეს უთხარი, მეთქი ჩავიდეთ ხორნაბუჯში და იქნებ ვნახოთ ხორნაბუჯი თქო და მე მახსოვს აქ რომ მოვედი ხორნაბუჯში პირველად, ხო, სანამ ეს გზას დაატყლარწებდნენ აქ. იგრძნობოდა ძველებური სული. ანუ ღმერთის სული იგრძნობოდა, მეგობრებო რა. და აი ახლა შეხედეთ აქ რა. საერთოდ დაკარგა ხორნაბუჯმა მთლიანად თავისი ეშხი. აი ეს გზა, ნახეთ რა არის ეს, რა არის ეს. ხალხო, თუ გემოვნება არ აქვს, საერთოდ ნუ გააკეთებთ ნუ არაფერს. რა არის, რა გააკეთეს ეს? ეს საწყალი ხორნაბუჯის ციხე ხო მოაქციეს აი ამას იმეებში, რა ქვია, ევროპულ რაღაც დებილობაში. უი, აღაჩო მეგობრებო. გახსოვთ ჩემი ვიდეო აქ რო ვიყავი ხორნაბუჯში, მაშინ იგრძნობოდა აქ სიძველის არ ვიცი რა ვთქვა მე, ეხა უნდა გავლანძღო ყველა მარინოს, შენ რა სიტყვი რა. ჩავაბეტონო ყველაფერის ვაჭრობის ცენტრი გასრული და არ ვიცი რა. არა აქ აი საქართველოს საერთოდ იკარგებს სულს. კარგავს სულს. კარგავს სულს. მე 20 წლის წინ რო აქ ვიყავით, ხო? აი სულს სხვანაირი ხო ყველაფერი. ეხლა არის ვაჭრობის ცენტრი და აი ჩემნაირი ტურისტები ეხლა აქ აი რა უნდა აქ გახსოვს აქ რომ მოვედით და ბუნება აქ სულ ტყეები იყო, მინდორი იყო. ეს რა არის დააჯვეს აქ უკაცრავად რა. აი აქ პატარა თილი იყო სევით, აი ეს რენჯერის სახლი. სახვარელი სადმე ეხლა რა არის ეხლა რა აი რა არის ვერ გავიგე. და თან ბიჭო ევროპაში საკმაოდ ხაიხი არ არიან, სად არიან ხაიხი? და არც ვაჭრობა არის, რატო აკეთებენ ეს? რა გავიგე რა. ვიღაცა მოდიოდა, ფული ქონდა გრანტისები და აკეთებს და ვერ გავიგე რატო უნდა აკეთებს. აი, სხვა რამე უნდა ვაკეთოს. ბიჭო, გაკეთებული სხვა არის და დაჯმული სხვა რამე არის რა. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ რა გინდა გააკეთესო, ხო არ გააფუჭესო. გააფუჭეს ხალხო, კი არ გააკეთეს. მთლიანად მთელი ეს ბუნება, რომელსაც ეშხი აქვს, სადაც მოხვალ ამ ბუნებაში იყო ჩადგმული ეს ციხესიმაგრე, ლამაზი ბუნება, ეს რა არის? ეს თეთრი ასფალტი, ეს რა არის? ეს რა არის? ეგარ არის ასფალტი, ეს არის ევროპა, ხალხო. ევროპა არა ვართ ჩვენ, გაიგეთ რა, ჩვენთან სულ სხვა პიწია და სხვანაირი მიზიდულობა. არ აკეთებენ, ეს არის ბუნების დაცულის ტერიტორია. არა, ძეგლი. ეს არის ბუნების ძეგლი. და ეს ჩანს რომ ბუნების ძეგლი არის, იცი რამდენი რამე მოხდა საქართველოში ბუნების ძეგლის ახლოს ხო? ყველაფერი აფუჭებენ. მართალი ხარ, არქეოლოგიური, ყველაფერი დაფარულია. თუ არის მათვილის კანიონი, ხო? თუ არის ბირთვისის კანიონი, თუ არის ცაიქის კანიონი, აი ხვეგან აფუჭებენ, აბსოლუტურად აფუჭებენ. იცი როგორ არის? აქ ბიზნესნები შემოდიან, ხო? და ქიერობენ ეს ბუნების ძეგლი. ამას რომ მე ესეთი რაღაცები დააყენონ, ხო? შეიძლება არა, მაგრამ აი საერთოდ საქართველოში ქიერობენ, მე დიდი ფულს აკეთებენ, მაგრამ აფუჭებენ ბუნებას რა. აფუჭებენ ეს ვაფშე გაფუჭებულია რა, ვაფშე.
ეს არის მართლა ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოსთვის და ხალხო ცოტა აი ჩვენ რო გძინავს ხო ხედავთ რა ყველაფერს გვიფუჭებენ და ეს ანუ ეხლა შეიძლება ქართველი ჩამოვიდეს აქ და ვინც ევროპაში არ ყოფილა ეგონოს გაკეთებული და ის რომ თავისი ბუნების მიზიდულობა აქვს საქართველოს უცხოელებისთვის ხო აი ეს რაღაც არ იზიდავთ უცხოელებს ესეთი ძეგლი აი ახლა რა არის ეს აი რა ეს კარგავს თავის მიზიდულობას აი რა ნახეთ გაკეთებული ვითომ არის მაგრამ საერთოდ არ უხდება ეს ინფრასტრუქტურა ამ ძველებურ ციხესიმაგრეს არ უხდება ხალხო არა არა ქართველები არიანო ნინუცა ხარაძე წერს ხალხო აუ ძალიან გული მეტკინა ეხლა რა თუ აკეთებენ ხო მაშინ ლამაზი გააკეთე რა ბუნებრივი გააკეთე ეს რა არის რა მგონია რომ კოლმენოის მოედანი ხარ რა არ ვიცი კოლმეურნეობის მოედანზე გონია თავი ხო აი ყვავილები რო ყვავილები რო იყიდება აი ეგეთი არის აი და ეს რა ლამაზია დიდი და დაფუჩეს რა ბიჭო ეს ჩემ ვიდეოზე გადადით ძალიან გთხოვთ ნახეთ რა ლამაზია ის სანამ აქ გააკეთებდნენ გააფუჭებდნენ ეხლა იხა გაფუჭებული ჩაწერე რა ლინკს ჩაგიგდებთ პირველ კომენტარში 5-4 წლის წინ რა ძალიან მაგარი ბუნება იყო აი ესე დავდიოდი და ხეებ ქვეშ იქ სული იგრძნობოდა ხალხო ჩვენი სული ქართული სული იგრძნობოდა ეს რა არის Johanne, pass auf die Schlangen auf. აი ეს რა არის ეხლა? ბეტონი და რკინა. აქ ევროპელი რომოა იტყვის რა არის აქ საინტერესო? არც არაფერი არ არის საინტერესო. აი ევროპელია ჩემი მეუღლე რა. ეხლა აი ამას ევროპელი ზედაც არ შეხედავს. მოვა იტყვის რა რაღაცა კლდეა იქ რაღაცა კოშკია მაღლა და всё. ევროპაში ესეთი რამე აკზიულია, აშენებულია. აკრძალულია? ევროპაში არავინ არ აკეთებს ასეთი რამე ბუნების ძეგლის ადგილზე. არა ხო? არ შეიძლება. არ შეიძლება. რა არის ეს რა? კინგი წერწოდები არიან ფულს ქარს ატევენ დაო. ხალხო რამდენ ბირთვისის კანიონსაც ესე აფუჭებენ ახლა როდამდე უნდა გაგრძელდეს ეს ჩვენი ესე აი როდამდე უნდა გაგრძელდეს ეს ჩვენ როდის უნდა გამოვხიზლდეთ ხალხო ჩვენ რო არ დავდივართ იცი რა არის ჩვენ არ გვაქვს თვალი ეტყობა რა ჩვენ არ გვაქვს ჩვენი დაფასების უნარი აღარ გაგვაჩნია იმიტომ რომ ჩვენ რომ გონია რომ აი ახლა ეს გაგვიკეთეს ნახეთ როგორც მაშინ ავღელდი იქ მაღლა იქ ბორჯომში საროველის ეკლესიაზე ესე რომ დათხლარწეს მართლა ეს რაღაცა საშინელება ცემენტი და გააფუჭეს ხალხო ჩვენ კარგავ სულს ეს არის სულის დაკარგვა ხალხო ბუნებას აქვს სული თავის ფულის დახვაჩა ეს გაფლანგვა არის ფულის დახვანჭა აი ფული ქონა დახარჯა აი დახარჯა რა რამხელა კონსტრუქცია არის ამ სახურავისთვის რა არის ვეტავიდი ხალხო ჩვენ გვიკლავენ ჩვენ სულს აი ეს და თან იცით როგორ ყიდია რომ აი ვითომ გაგვილამაზეს გესმით ევროპაში შეცვლაც იგივე წარმოადგენს ჩვენს სულს კლავენ აქ იყო ულამაზესი ბუნება იყო ხალხო აი ეს ადგილი იყო მთლიანად ულამაზესი ბუნების წარმომადგენელი აი აქ მე ვსეირნობდი და დიდი სიამოვნება მივიღე 4 წლის წინ ეხლა აი აქ რო ისეინებ ფეხები გაგიფუჭდება მუხლებისთვის ძალიან ცუდია საერთოდ ესეთი გზა ხეები ხო აუჭრიათ და დაუჭრიათ მთლიანად ხეები მოჭრეს აი ამ ტერიტორიაზე აი ეს ხეებით იყო ეს იყო ხეებით ხალხო ხეებით და მინდორი ყვავილები ვეგან საუსი იყო ყვავილები საუსი გვეძინოს ჩვენ კარგად გვეძინოს ესენი დაგვეჯდებიან თავზე ხო რა ვიცი არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია რა თუ ქართველი მკვდარია მაშინ აისახება ბუნებაზეც და თუ არ არის ქართველი მკვდარი
მაშინ გააცოცხლებს ძველს. კი არ გააფუჭებს, გააცოცხლებს. არქეოლოგები სახში დასვეს და არ გჭირდება თქვენი მუშაობაო და თვითონ კიდე აი ესეთი რაღაცეები შეგვიყვნეს ბუნება. ბუნების შერყვნაა ეს. აი მეტი არაფერი არ არის ეს რა. ვერ არის შეთავსებული ბუნებასთან აი ეს ინფრასტრუქტურა არის თუ რაც არის აი ეს. არ არის შეთავსებული. არ არის ჰარმონიაში არ არის და ამან საერთოდ დაკარგა თავისი პიკი. აი ეს პიცი რო ქონდა აი ხორნაბუჯის ციხეს მაშინ რო ველური რო იყო გარემო და რო ადიოდი ველურად ბუნების ნაწილში ამას თავისი იცით რა აი ძველ დროში რომ დამოგზაურობ ზღაპრებში თუ გინახავთ ფილმებში რომ ის შეიგრძნო და ეხლა ვერაფერს ვერ შეიგრძნობ ხალხო რა არის ეს ეხლა შეიგრძნობ სადღაცა მოხვედი ეს რა არის აქ თითქოს წყალი მოდის აქ წყალი რა არის ეს აი ტყუილა დადეს ეხლა ეს რაღაცა აქ შენს არ მომიკვდი აქ წყალი იყოს გამოყვანილი აი ბავშვები ნახეთ სად არიან სათამაშობენ ბავშვები ტყე ხე და მინდორი უნდათ ბავშვებს ეს ვის რაში სჭირდება აი ეს არ არის ლამაზი აღარ ჩანს ეს ლამაზად სულ დაკარგა თავისი ამან აი ამ სტრუქტურამ საერთოდ დაფარა ამის სილამაზე ხალხო იცით თქვენ შენთვის სხვები ფიქრობ რა ლამაზი გააკეთეს აქ რა ლამაზი ეს უნახავები ვინც არიან და ვინც ევროპა აკერიათ პირზე რა ქვია ეს კანიონი ცაიკაში ცაიკაზე არ ვიცი ადრე ძალიან მაგარი იყო ეხლა ბირთვისაც ეგრე გააფუჭებენ მაგიკური ხო რო შედიხა ხო ესეთი კანიონი ხო ეხლა დიამანტის ხიდი არის და რა არის დიამანტის ხიდი რისთვის არის დიამანტის ხიდი აი ვეკავიგე ეს იმას ნიშნავს რომ რაც გაქვს იმას არაფასებ და უფრო მაგარი გონია რომ შექმენი რა ეგ ხო ჩვენ გავფუჭ ჩვენ არა ისინი აი ბავშვებს რა უხარიათ ხედავთ ეს არ უხარიათ ბავშვებს ეს აი ეს უფუნქციო რაღაცა არ უხარიათ ბავშვებს ეს უხარიათ ბავშვებს სულს უხარია ეს ხო შეიძლება უხარია და თამაშობენ არ მოდის და რატო დადგეს თუ გამოიყვანენ მერე გამოიყვანენ არა საქმე არის გრანი და თუ ბიზნესი აქ იწყებს ხო აპურის საფულში ან არ ვიცი აქ არ იქნება ბიზნესი აი უკვე ჩანს დანგრეული ნეტოს დაინგრეს ჩანს რომ უფათრო ნუ არის ეს ადგილი არის უფათრო ხო აქ აიღეს გრანტი ნახევარი თვითონ ჩაიჯიბეს და აქ რაღაცა მიაცმია ყველაფერი აკეთებდა და კარგი აკეთებდა ვითომ მაგრამ ეხლა ვინ არის აქ არავინ არ არის უფათრო და ადრე რო ჩვენ ვიხავით აქ ხო იქ იყვნენ კეიპობდნენ და მე არ მინდა სვანეთის წასულათ აქო ნამდვილად არ მინდა სვანეთის წასულა 20 წელი ავიხავით სვანეთში და არც მინდა მე მგონი ყველაფერი გაფუჭებული იქნება ვითომ ხო გაფუჭებული იქნება ყველაფერი ხალხო მე გული მეტკინა ძალიან აი ხორნაბუჯის ციხემ თავისი ეფექტურობა დაკარგა საწყლად არის მოქცეული ორ გზას შუა აი აგე აქაც გზა იქაც გზა აქ რომ მიდიოდი ტყის ბილიკით შედიოდი ტყის ბილიკს თავისი ხიბლი ქონდა ეხლა აქ ავდიოდით პირდაპირ ტყის ბილიკიდან რომ გადახვიდოდი მიწაზე რო გედგა ფეხი და არა ცემენტზე ხო მიწა არ აფუჭებს მუხლს და ხერხემას ცემენტი მუხლს და ხერხემას აფუჭებს აი ეს ცემენტია ეხლა და რაღაც ქვა ეხლა აი ესეთი ნახეთ ღმერთო შენ გუშველე რა აი
აი აქ ნელავიული რომ არ გაითიშოს. აი ხლა შევდივართ და ნახეთ რა. აი ეს მაგიური რაღაცა იყო ესეთი. აქ ნახეთ. აი აქაც ასასვლელია. ესეთი ვითარება სულ სხვა ხალხო. აი ეს ვითარება სულ სხვა, ვიდრე ის რაც იქ იყო. მოკლედ იქით აღარ მიშობს, იმიტომ რომ ცივილიზაციას წყდება უკვე ეს ადგილი და აჰა, აგერ ცივილიზაცია, თქვენი ცივილიზაცია აგერ არის. იარეთ ბეტონზე და იყავით ეგრე. ძალიან გული დამწყდა რა მეგობრებო რა, ცოტა გამოფხიზლდეთ და ესეთ რაღაცას რო ნახავთ, ჩვენი კრიტიკა უნდა გამოვუშვათ ინტერნეტ სივრცეში მაინც თუ ისე ვერა რა და რავი თუ არ დავიცავთ ჩვენს აი სიძველეებს და სილამაზეებს დაგვიმახინჯებენ როგორც ეხლა ეს ხორნაბუჯის ციხე დაგვიმახინჯეს. თან ეს ხორნაბუჯის ციხეც თამარის აღდგენილი იყო მე-12 საუკუნეში. პირველი საუკუნე მე-3 საუკუნეში დანგრეული ციხე იყო და მე-12 საუკუნეში თამარმა აღადგინა. თამარი დადიოდა ესეთ ტყეღრეებში ცხენით, სადაც ნახავდა ძველ ნანგრევებს, იქ მიიყავდა თავისი ხალხი და ერთ კვირაში აშენებდნენ ერთ ციხესიმაგრეს, იმდენი ხალხით მიდიოდა. ასე რომ რა ვიცი, თქვენ კიდე ჩვენ გძინავს და რა ქვია ამას? ქართულად არ ვიცი, მაგრამ გერმანულად. რა ქვია გერმანულად? ასლ. ასლ. მე მგონი ამას უძახიან ნესტის ჭიას. ქართულად. ნესტის ჭია. мама. კაი. დავემშვიდობები ახლა ხალხს, ხო? დავემშვიდობე ნიკოლას. მარიამ დავემშვიდობე ჩემს მაყურებელს. კარგად უთხარი, კარგად. ხელი დაუქნიე, ხელი. კარგად. შემოხედე ლამაზი თვალებით. შემოხედე არა? ნიკოლა, შენ შემოხედე შენი ლამაზი თვალებით. კარგად. კარგად მეგობრებო, აი თამო მაგრაძე წერს, გეთანხმები იგივე აზრის ვარ, ისეთი ბუნება ნამდვილად არ უხდება დაბეტონებული ბილიკი. გორგალა. გორგალა ქვიაო დედიკო მაგას, აი მწერენ. გორგალა ქვია მაგ ჭიას. იმიტომ რომ თვითონ დაგორგოლდება. ხო. როცა შეიშინდება. ხალხო გამოვფხიზლდეთ თორე როგორც კინგმა თქვა ფულის განიავება ხდება რა რესურსების არასწორად გამოყენება ხდება გაკოცეთ მეგობრებო ჩვენ მაინც შევძლებთ ქართველები გაღვიძებას შევძლებთ იმიტომ რომ სანამ იუდეველები წაგვირყვნიან ჩვენ აქ და თავიანთი არა ესე იგი იუდეველები მეგობრებო ურიებზე მაქვს მე საუბარი და არა იუდეվել წარმომადგენლობაზე იუდეველი ჩვეულებრივი მაცხოვრებლებიც არსებობენ რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ არიან იმ ურიებთან და ურიები ბიზნესმენი წარმყვნელები და გამოყვნელები ჩვენს ქვეყანას რო ეპატრონებიან მაგათ არაგემოვნებით გაკეთებულ ამ რაღაცეებს ხო დაესმევა წერტილი გემშვიდობებით დაემშვიდობე ჩემს მაყურებელს რას ეტყვი ჩემს მაყურებელს არ ვიცი რაღაცა უნდა შეცვალეთ ამ ქვეყანაში თქვენ უნდა შეცვალეთ არავის არ შეცვალეთ თქვენ უნდა შეცვალეთ თქვენ თუ გაიგებთ რას იძახის ჩემი მეოლე თქვენ უნდა შეცვალეთ მეტი არა მაქვს აი კარგად